ჩემს საყანშიც გაგორდა წითელი კვერცხი, თანაც არც მეტი არც ნაკლები მთელი 20 ცალი. მართალია დღეში 2-ზე მეც ვერ ვჭამ, მაგრამ მაინც ვიღებ ორივეს. მარჯვენას და მარცხენას, მარჯვენა მარცხენას უკაკუნებს ტრადიციისამებრ ერთი ტყდება. ციხე სიკვდილთან ყველაზე ახლო ნავსაყუდელია, წერდა ჩემი მეგობარი, რომელმაც 2 წელი და 7 თვე ეგრეთ წოდებულ აძინოჩკაში გაატარა. ციხეში თანამოაზრეები და იასამნის ხე დატოვა. თან წამოიღო მოგონებები, რომელზეც ახლა მე თქვენთან ერთად მომიყვება. გიგი უგულავა ნანუკა შოუში. და გიგი, ამიხწერე შენი საკანი როგორი იყო? საკანი? ეს რაღაც სწორად ხო საქართველოს ბუნდოვნად მახსოვს. პრინციპში როგორ არის, რომ რაღაც მომენტებში ბუნდოვდება მეხსიერებაში, მაგრამ რაღაც მომენტებში ისე მკაფიოდ აი რაღაცა გაქცევა და დამალვა და შენთვის ყუდროდ ყოფნა რო გინდა, მაშინ მახსენდება ხოლმე. იტივდება. განსხვავებული არაფრით არ იყო, გარდა იმისა, რომ იქ ხუმრობით პოლულიუქსი შევარქვით, იმიტომ რომ იყო 6 ადგილიანი. ანუ იყო 3 ორსართულიანი საწოლი. ნარები ესე. ხო და მაგრამ იმის გამო რომ ჩვენ ვიყავით, ამიტომ ყველანი მარტო ვარ. მეც მარტო და ყველა სხვა დანარჩენი პრინციპში ესთხად. პოლიტიკური პატიმრები ვიყავით მარტო. ან თანამდებობის პირები ყოფილი. ცოტა დაბლა იყო ისა თვითონ სარკმელი, ფანჯარა და ასე რომ ადამიანურად რო იდექი, გარეთ იყურებოდი, იმიტომ რომ მე იქით ამხარეს იქით ახარის უფრო ზევით იყო და ეგ კიდე უფრო დეპრესიული არის, იმიტომ რომ ზევით იყურებ. ზოგადად ეხა ციხის დეფინიცია რომ მოახდინო ადამიანმა, მე კოლონიაზე არ ვამბობ, იმიტომ რომ კოლონია კიდევ სხვა არის. ციხის დეფინიცია რომ მოახდინო არის შენ და ცას შორის მუდმივად არის რაღაცა. ამ შემთხვევაში გისოს. იმიტომ რომ ფანჯარა გისოსია, იქ სასეირნო ადგილი 4 კუთხედი ესე არის, ბეტონის კუბია და ზევიდან ესე თქვა ცხაურია. მანქანაში სადმე გადაყევხართ, იქაც ცხაური. მოკლედ შენს და სამყაროს შორის არის მუდმივად, ანუ სამყარო ამ შემთხვევაში ცა არის, იმიტომ რომ სხვასთან რაღაცნაირი ესეთი თაჩი როგორც იტყვიან, ანუ ასანაირი შეხება კი არა, ემოციური კავშირი გაწყვეტილი. ამიტომ ამ კუთხით ესე შეგიძლია თქვა რა. რა შეხედავდი შენ სარკმელში? მატროსოვის ციხე იყო ადრე ქალთა კოლონია. შესაბამისად ის დიდი ტერიტორია მე არც მინახია თვითონ კოლონიის აწყოფილ არ იქით და ჩვენი იყო ესე ვთქვათ კრიტის ნაწილი. მე რაბიშს ვეუბნებოდი ხომ ვეუბნებს ადვანები დანახე არც მინახია, მაგრამ ადვოკატის საშუალებით რომ ჩემ წინ პირდაპირ იდგა იასამნის ხე, რომელიც ციხეში აღმოაჩინე რომ ისაც ვიცოდი რომ მომწონა ლამაზია, მაგრამ ციხეში აღმოაჩინე რომ სულ 2 კვირა ყავს დაანჯენი აბსოლუტურად უსარგებლო სამყაროები. ხოდა სამაგიეროდ იქით ბოლოში იდგა კაკლის ხე. რომელიც უყავდა? რომელიც უდა აი ჭრდილს იძლეოდა. შენ რა გაქვს საწუწუნო, მე აგერ რაღაც გაჭყიკინებულ, გასაცოდავებულ იმას უყურებ, იასამას და შენ ამხელა კაკლის ჭრდილში ხარ წამოკოტრიალებული. ხოდა ეს იყო ძირითადად ის რაც ესე მოჩანდა ეს წინა პატარა ეს ეზო ზაპრეტკა ქვია მაგას. ზაპრეტკაში ძირითადად რაღაც კატა გადამრბენს ან ძაღლს თუ დაინახავ, ისე ზაპრეტკა, იმიტომ რომ ზაპრეტკა იქ არავის არ უშვებდა, რა. შესაბამისად, აი ტრედი ჩიტი დაждდებოდა და ეს გავცელებული სასოჩოს ყველა ჩიტების და ტრედების ჭამა. მე იქ შეიძლება კატა მოიჩვია რაღაცა. მე სამწუხაროდ ვერავინ ვერ მოვიჩვია, მაგრამ სულ მქონდა იმის განცდა, რომ და ანა ის მინდოდა რა, რომ კომუნიკაციის ესე მარტო ყოფნა ციხეში რო ხარ, ან ძაღლი ან კატა რატო შეიძლება ყავდეს არ ვიცი, მაგრამ იქით მოჩვევას ვცდილობდი და მე რო გამოვედი ციხიდან და ხონში პატარა ლეკვი რო მაჩუქეს ბაზარში. ხო, სუის მახსენდა ის იქაც ხო ხა სულ მეტი სიტუარნაშკები დარბოდან ხა ჯიშები რაღაც არ. ამას რო უყურებ სუის მახსენდებოდა ეს რო იჯდებოდა ჩემ თვალწინ. ძაღლი რო მეთქი აი ხა ეს რო ყოფილიყო იქ მარტო როგორ იქნებოდა რაღაცა და წარმოიდგენა მაგრად ერთობი რა. საერთოდ ისეთ რაღაცებზე დაიწყებ გართობას, სამარტო საკანი მაგიტო არის საინტერესო. ისეთ რაღაცებზე გაერთობი, რომელსაც ცხოვრებაში შეუძლებელია რომ გაერთო. მაგალითად ნებისმიერი რამით გაერთო, იმიტომ რომ
ციხე თავისი არსით რა არის. ესე იგი, თავიდან პირველი ერთი თვე უნდა წარმოიდგინო, რომ უცბად ამოგგლიჯეს შენი უშუალო გარემოდან, ხო? შენი სამეგობრო წრე, საქმიანობა, სახლი, ოჯახი, ასე შემდეგ, ასე შემდეგ. უცბად აი კბილი რომ მოვარდეს ვიღაცა და რომ ამოგგლიჯოს კბილი. პირველი რაც არის ტკივილი. ბუნებრივი გამაოგნებელი ტკივილი, იმიტომ რომ ხა ფიზიკური ტკივილია კბილის შემთხვევაში, მაგრამ ეს ტკივილის განსაკუთრებით. ერთითვის მერე როგორც კბილის შემთხვევაში გაგდის ეს ტკივილი და სტომატოლოგიური ანალოგია მომყავს, მაგრამ მე მგონი ზუსტი არის. მერე შემოდის სიცარიელის განცდა. ანუ ის კბილი აღარ არის, აღარ ტკივა, მაგრამ რაღაც ენით ეწვალები და მგონია რომ რაღაც ზუსტად ეგეთ, აი შინაგანი და ესეთი რამდენიმე თვე გრძელდება აბსოლუტური შინაგანი სიცარიელე, იმიტომ რომ ხარ მარტო ჯერ არც იქაური ხარ და იქაური გარეთ უკვე აღარ ხარ და არც შიგნით ხარ ბოლომდე და აი ეს ხანაცვლად ძალიან მურტალი შემაშინებელი სიცარიელის განცდა. ეს უნდა იცოდე, უბრალოდ უნდა გრძნობდე რომ დააძალო თავს რომ იცოდე რომ ეს გაივლის, თორე ის რომ აი ეს ყველაზე რთული მომენტი არის ციხეში. ძირითადი სენტიმენტები ადამიანური მაინც უკავშირდებოდა ბავშვებს. ბავშვებსაც ძალიან სპეციფიურად, იმიტომ რომ ხატასო დიდია და ესმოდა ყველაფერი. ალექსანდრე ძალიან პატარა იყო და არაფერი არ ესმოდა და ყველაზე მეტად თინა გაიჭრა. და ყველაზე თან მე მთელი ეს ერთდღიანი გამოსვლა სანამ გამოვედი და შევედი. მაგ პერიოდამდე 6 თვე არც ზარის უფლება მქონდა, არაფერი არ მქონდა, საერთოდ არანაირი კომუნიკაცია. მერე უკვე 15 წუთიანის და პაემანის უფლებაც რაღაც მე მგონი 1 წლის თავზე იყო ზუსტად აღარც მახსოვს. ხო და პუსტარულად აგზავნიდი წერილებს ეს მახსოვს. და ეს ამიტომ რთული იყო და ვერც უხსნიდი. შენ ბევრჯერ გითხოვს და მომწერე კიდეც. მე მჯერა შენი უდანაშაულობის. პასიგუნა დაიმახსოვრე. უდანაშაულო ამ ქვეყნად არავინაა. მით უმეტეს როცა 10 წელი ამხელა ქალაქს და ქვეყანას მართავ. ბრალდებები კი რაც გესმის სისულელია. უბრალოდ ჩვენი ქვეყანა ჯერ კიდევ ისეა მოწყობილი, რომ გამარჯვებულმა აუცილებლად უნდა მოკლას. თავი მოაჭრას დამარცხებულს, რომ დარწმუნდეს, ის აღარასდროს აღდგება, რადგან ის თავის მხრივ ფიქრობს, რომ თუ დამარცხებული გადარჩება, ის მობრუნდება და მას მოაჭრეს თავს. ჩემი საქმიანობის მანძილზე ბევრ ადამიანს ვადგინებული, ბევრი გავაუბედურე, ან უბედურებისაგან ვერ ვეხსენი. ხშირად ისევ ჩქარობდი, რომ ადამიანის ცრემლს ყურადღებას ვერ ვაქცევდი. მჯეროდა ბევრი მლიქვნელის, რომელიც მეუბნებოდა, რომ ყველაფერი კარგადაა და გაიძახო და მიდი გიგი მიაწექიო. ეს ყველაფერი იყო, მაგრამ იყო დიდი წარმატებები, წინსვლა, შენება, უამრავი გაჭირვებული ადამიანის გაბედნიერება, უამრავი სიკვდილისთვის განწირული სიცოცხლეში დაბრუნება. უზომოდ მიყვარხართ შენ და თინა. თინა ამ წერილს ალბათ ვერ გაიგებს. გოგოს წააკითხე. დიდი ბიჭია და მიხვდება რისი თქმაც მინდოდა. არ გამოვდექი ნორმალურ მამად. წესიერად არც ერთს გამოგადექით. სანამ მე ვიყავი თამდაბლობისგან მალავდი, როცა ბრალდებული გავხდი, განიცდიდი და გაურბოდი ჩემს თემას. რაც ფეისბუქი გავხსენი, სულ გაგვირდები და ვერსად შეამჩნევდი, რომ შენი მამა ვარ. ეხლა რაც პატიმარი ვარ, ყველაზე მეტად შენი, თინას, კოკოსთან ადგომა გამეხარდება. ლევანიკო და ალექსანდრე პატარები არიან და ალბათ უბრალოდ ვენატრები. არა უშავს. კიდევ მექნება ბევრი დრო რომ განახოთ, როგორი მამობა შემიძლია. წერილის ადრესატი ყველანი ეხავით, მაგრამ რომ დავამთავრე, მივხვდი რომ მარტო შენ გწერდი და გესაუბრებოდი როგორც ჩემს პირველ და უსაყვარლე შვილს. იმედი ეს ხვები არ მიწყენთ. ბიბლიაშიც აბრაამს ყველაზე მეტად უფროსი შვილი უყვარდა. ყველაზე დიდი ეს უკმარობის განცდა და წუხილი აი თინასთან დაკავშირებით ჰქონდა, რომ ისა და მე ერთ დღე ამოვედი, მე ყოფილი აუხსენე, ეს აუხსენე, მე თქვი მამა ეხა ისევ შევალთქო მაგრამ აღარ გქონდეს რა ისინი თქო და მე უკვე თავისუფლად წაიღო, უკვე ყველაფერი გაიგო რა და ხა არის რა მაშინ იყო 12 წლის 11-12 წელი. ანუ თან რო ხვდება და თან რო ვერ ხვდება და აი ძალიან და დეპრესიაში იყო. ნუ ალექსანდრე ძალიან სასაცილოდ გამოხატავდა ამას, როცა უკვე მე ერთ წელს მე პაიმანზე მოყავდა და ეს პაიმანიც ისეთი არის რაღაც შუშა არის და აქეთ-იქით ტრუბკა, ძალიან ტელეფონის ყურმილით ესაუბრები და
მოვიდოდა 5 წუთი უბრახუნებდა ამ შუშას ხელს. ვერაფერს ვერ გახდებოდა. მე რაღაცნაირად აი ძიმეთი მოწყვეტით იძინებდა და მე მთელი ფაიმანი ეძინა საცხათ ან ჩემს მას ან ტაზოს ესე ზურგით გაყავდათ ხოლმე. უნდა იცხოვრო იქაური ცხოვრებით. იქაური ცხოვრებით ნიშნავს რომ მაქსიმალურად შეეცადო რომ გარე სამყარო აღარ არსებობს შენთვის. ოდესღაც შეიძლება დაბრუნდეს ის სამყარო, შეიძლება არც დაბრუნდეს, ამაზე საერთოდ არ უნდა იფიქრო, უნდა იცხოვრო იქაური ცხოვრებით, თენდება დღე იქაური, შუა დღე იქაური, საღამო ძილი ყოფილი იქაური. ანუ მიუხედავად იმისა, რომ ხა მე რაღაცა ტიპის კომუნიკაცია მქონდა, იმიტომ რომ ხა საჯარო პოლიტიკური ისა, მაინც ცხოვრება, რასაც ქვია, ცხოვრები იქაური ცხოვრებით. აი მაგას ვიძახი რა, როცა სადღაც 8 თვის მერე ეს რაღაცნაირი სიცარიელეც უკვე ბუნებრივი ხდება, ანუ იმ ყველას არც უარსებია, ანუ იმ სამყაროს არც უარსებია. რამდენი ახალი წელი ქონდა საკანში? დაბადების დღე 3 მქონდა. ახალი წელი მქონდა ესე იგი 14, 15-ის, 15, 16-ის, 16, 17, 3. გოჭიჭამე ახალ წელს. გოჭიჭამე, ეგეც კარგი ის არის ხათის შორის. დღესასწაულებზე არის 4 დღესასწაულია: გიორგობა, ახალი წელი, აღდგომა და მარიამობა. მე სულ ახმურებდი, მეთქი 26 მაისი არის მთავარი დღესასწაული სამოქალაქო დღესასწაული, კი ბატონო, რელიგიური დღესასწაულები იყოს. 26 მაისს დაგვიმატეთ გოჭის შემოტანის უფლება. არა ბეთქი. როგორ გონი ეხა რო ჩაიარო ციხეს და რა ემოცია გექნება? მინდა რომ ეს ხალხი ყველა გამოვიდეს, მეტი ემოცია ეხა და ალაგ-ალაგ ხანდახან ხვდებიან ხოლმე ხან ბადრაგი ხან ესენი და ეს აი ძალიან ტკბილად ჯერ რა ეტაპზე ხარ ცხოვრობს, როგორ იხსენებ ციხეს? ჯერ ერთადერთი რაც არის მთავარი, რომ შევაჯამო მთლიანად ის ციხე შეიძლება ყველა ადამიანი მოხვდეს. ამისგან დაზღვეული არავინ არ არის. უნდა იცოდე ერთი რაღაცა, რომ ყველა ადამიანს აქვს რაღაც თავის დანაშაული, რომელსაც ვერანაირი პროკურორი ვერაზოს ვერ მიწვდება და ვერანაირი მოსამართლე ვერაზოს ვერ დაადგენს და ყოველთვის უნდა ჩათვალო, რომ შენი ცხოვრების ამ ეტაპს ამითი აფასებ. მეორე უნდა გახსოვდეს ყოველთვის ის, რომ გამოწვევა და არ არსებობს სიკვდილის გარდა გამოწვევა ადამიანის ცხოვრებაში, რომელიც შესაძლებლობად არ შეიძლება აქციო და ბუნებრივია. ხა, ყველაზე ახლოს მართლა სამარტო საკანია კუბოსთან, იმიტომ რომ მარტო ხარ და უთხრეთ იმაში, რომ ცოტა დიდია კუბოს, მაგრამ დანარჩენი ერთ და იგივე. მაგრამ ყოველთვის არის გამოსავალი იმ გაგებით, რომ ეს გამოწვევა უნდა გადააქციოს შესაძლებლობად, აუცილებლად და ყველაზე ტრივიალურს ვამბობ, ამ თვალსაზრისით ყველაზე მთავარი არის ის, რაც ცხოვრებაში შენ გინდოდა გაგეკეთებინა, მაგრამ ან დრო არ ქონდა, ან საშუალება არ ქონდა, თუ შეგიძლია, ადაკი ენა ისწავლე, თუ გინდოდა და ვერ მოახერხე. ადაკი უბრალოდ წიგნები იკითხე. ერთი რამე უნდა გახსოვდეს, რომ თუ აგიტანა შურისძიების გზნობა, იმიტომ რომ ბუნებრივი პირობა შენ ბუნებრივად იბოღმები ყველაფერზე და ბოლოსში ხარ დაბოღმილი სამყაროზე. თუ აი ამ ბოღმამ აგიტანა, მაშინ შეიძლება გახდე ყველაზე სახიფათო ადამიანი, აი დოსტოევსკის როგორ პერსონაჟები როგორც აღწერენ, ანუ ისინი ვინც მერე ანგრევენ ქვეყანას და ამიტომ მთავარი არის, რომ აი ეს ბოღმა და შურისძიების განცდა მოტოკო შენში არ მოვიტყვები, არ ვიტყვი, ეს ყველა ვარიანტში იქნება და ექნება ადამიანს. ჩვეულებრივად აქ ადამიანს მით უმეტეს ახლა ციხეში მარტო გამომწყდეული ბუნაგში როა მით უმეტეს, მაგრამ თუ ეს ვერ დაძლია, ჯობია აი მართლა მარილის ლოდი დაიყარო და გადავარდე სადმე, იმიტომ რომ მოარულ ბომბად გადაიქცევი და სახიფათო გახდები შენი ახლობლებისთვის, მეგობრებისთვის და ქვეყნისთვის და ამიტომ ყოველდღიური დილემა და ალბათ ეს დილემა კიდევ ალბათ კაი ხანი გამყვება არის ეს როგორ უნდა მოვთოკო აი შენი შურისძიების განცდა. აი მე მაინც გონია რომ ამას ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში ვახერხებ. მოახერხებ კიდეც გიგი, ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით ჩემი გაცემით. მადლობა.